მე პენსიონერი ვარ და აბა პენსიარი არაფერი არ ხდება საერთოდ. თვითონ ქვეყანად ფულს იღებენ, მე რას ვიღებ არაფერს. სულ მცირე 1000 ხო უნდა იყოს მაინც, რომ დაკმაყოფილდეს ოჯახი თვითონ თავი დაკმაყოფილდეს. ყველაფერი ძვირია და ჩვენ აბარა. 50 ლარი რა, არაფერი არა. რამდენი ლარია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა იარსებოს აუცილებელი პროდუქტები იყიდოს, თუნდაც მედიკამენტი, თუნდაც ჩაი. მაგდენს ვერ გეტყვი. ალბათ 500 ლარი. შეიძლება даже კიდეც მეტი რა. შვილობა 540 მას მაღალმთიანისა რა წავლებზე არ ამყოფნა რა გითხრა. არაფერი შემიძლია თქმა. 500 ლარი ეხლამდე დროში არაფერი არ. ეხლა ამიღე 500 ლარი და არაფერი არ მაქვს. გზის ფული სამაქნე 40. რამდენი უნდა იყოს და არ მინდა რომ შემწხვეს და შევირცხნო თავი. 500 ძალიან ცოტა არის, აი 450 ხომ აქვს, მე 78 წლისა ვარ. ესე იგი, უნდა იყოს 1000 ლარი რომ კომუნარების მე შვილთან ვცხოვრობ მართალია ისიხდის თავის კომუნარებს, ჩვენ კომუნარებს ოჯახს, მაგრამ მე ჩემი წამლები, ჩემი გასასვლელი, ჩემი გამოსასვლელი, მე შვილები საჭმელი მინდა ეხლა იმ წუთში სერიპური ვიყიდე შაქარზე დიაბეტიანი ვარ. ნუ ერთი სიტყვითა უნდა იყოს 1000 ლარი. რომ ყველა გლეხი, ყველა პენსიონერმა წამალიც ნორმალურად იყიდოს ექიმთან. მე დაზღვევა მაქვს გორმეთში, მაგრამ მე მაინც ვიხდი ფასსა რაღაც იმებს რო ვიკეთებ ანალიზებზე. ბევრი თუ შეღავათები მაქვს რაღაცებში, ბევრი გადასახადი, მაგრამ რო არ მქონდეს უნდა დავრჩე და ვიყვე ისე.